ისაუბრა ბატონო ნარგის. თქვენ თბილისში იბრძვით ჩვენ აქ და აქ ვართ ნებისმიერ დროს თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს, ზია ამაღლობელს, თემურ ქათამაძეს, ანდრო ჭიჭინაძეს და რა ვიცი, თავისუფლება საქართველოს. ერთი წლის წინ, როდესაც რუსული კანონის მიღება არ მიღებაზე იყო დისკუსია, ვსაუბრობდით იმ საკითხებზე და იმ მოსალოდნელ რეპრესიულ შედეგებზე, რაც შეიძლებოდა რუსულ კანონს მოეტანა და ალბათ ყველაზე ცუდ ვერსიაშიც კი ვერ წარმოვიდგენდით იმ რეალობას, რომელშიც აი ამ დისკუსიიდან ერთი წლის შემდეგ ვართ, იმიტომ რომ ყველა ის ხრელი, რომელიც დარჩა რუსული კანონის შემდგომ, ამოავსეს მეორე კანონით, აი ფარას კანონს ეძახიან თავად და ამ შემთხვევაში ყველა ის სივრცე, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციას, მედია ორგანიზაციას შეიძლებოდა ქონოდა, ყველაფერი ამოავსეს, რათა ერთობლივად რაღაცა ამ ყველა მექანიზმმა მოახრჩოს, მოგუდოს მათი მიზნები. ეგ არის ყოველ შემთხვევაში მედია ორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები. ყველა ის ჯგუფი თუ სივრცე, რომელსაც შესაძლოა, რომელიც საუბრობს და შეიძლება ილაპარაკოს იმ კორუფციულ გარიგებებზე, იმ არნახულ ნეპოტიზმსა და რა ვიცი, ძალადობას ყველა ხედავს, თუმცა აი კორუფციის მიგნება რთულია და ზუსტად ამ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა წლების განმავლობაში მედია ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები და ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც ბოლო ერთი წელია სწორედ ეს ორგანიზაციები არიან და ეს ჯგუფები. არაერთმა გამოსვლელმა ისაუბრა ამის შესახებ და ჩვენი შემდგომი გამოსვლელიც ნაზიბრ ოლარეხუიაშვილიც ისაუბრებს მის, რა ვიცი, პროფესიაზე, მისი თვალით დანახულ ამბავზე. მოგესალმებით, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ზვიათს, თავისუფლება ჩვენს მედროშეს, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. თქვა აქციალამ, ჩვენ შეგვეხო ბუნებრივია ეს სიტუაცია, მაგრამ თქვენ ამაზე ყველაფერი უკვე კარგად იცით, დაწვრილებთ და დეტალურად, ძალიან მარტივად და პოპულარულ ენაზე ვიტყვი, რას გვერდჩიან ჩვენ თავისუფლად მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. არ ვიცი, გადავხედოთ ირგვლივ, რაც ხდება. საქართველოს ქვეყანაში, სადაც გაჭირვებული ღარიბი ადამიანების რიცხვი მუდმივად იზრდება, ემიგრაციაში მიდის უამრავი ადამიანი, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება იმდენად უხარისხოდ, რომ მერე იღუპებიან ადამიანები და მათ შორის ბავშვები. ქვეყანაში, სადაც არაფერი მოწესრიგებული არ არის, არსად კვალიფიციური კადრი აღარ დარჩა, სადაც მიდიხარ, ტრანსპორტი იქნება და უწყება იქნება საჯარო, რაღაც სერვისი ან მომსახურება გჭირდებათ, ყველგან გეშლებათ ნერვი, აი ჩვეულებრივად გეშლებათ ნერვი, გაქვთ მერე რაღაცა ეს გაღიზიანება, ხართ გაბრაზებულები და მერე ეს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული გეუბნებათ, რომ თქვენაც გაბრაზებთ, ეს მათი ბრალი არ არის, მათი არასწორი პოლიტიკის ბრალი არ არის. მაგრამ გაბრაზებული რო ხართ, ეს ბრაზი ვიღაცაზე ხო უნდა მიმართოთ და გადაწყვიტა, რომ წლების განმავლობაში აწარმოოს პროპაგანდა და დააჯეროს მოქალაქეები, რომ მედიის ბრალია თურმე ის უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება. აი, სულ ბოლოს მოხდარი ძალიან დიდი ტრაგედია რო გავიხსენოთ, როგორ აქეზებდნენ თავისუფალ მედიაზე ადამიანებს, როცა ორი ბავშვი დაიღუპა და ოჯახი იყო გამწარებული მდგომარეობაში, შენ მიდიხარ იქ, გინდა შეასრულო შენი პროფესიული ვალდებულება და გააგებინო ყველას, რომ ასეთი ტრაგედიები ხდება იმიტომ, რომ ვიღაცები საკუთარ პასუხისმგებლობას არ ახორციელებენ, ან არასწორად აკეთებენ, თვითონ დიდრდებიან, რაღაცებში ფულს ეხენ და მერე თვითონ კარგად ცხოვრობენ, თავიანთი შვილები სახელმწიფო თვითმფრინავებით და ხარჯებით სადღაც მიჰყავთ, შვილებს აჩენენ მუცხოვეთში და ტყეებს ერთლარად ყიდულობენ, ცოლებს ჩუქნიან, სიდადრებს, სიმამრებს ვიღაცებს, ამ დროს ხალხი ღარიბდება და შენ ხარ თავისუფალი მედია, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ადამიანებს ამაზე მოუყვეს. უთხრას რას აფუჭებენ ისინი.
და ამიტომ გახდა თავისუფალი მედია სწორედ სამიზნე. ეს არის უკანასკნელი ბასტიონი, რომელსაც მათ დისკომფორტი შეუქმნა. თუ არ იქნება თავისუფალი მედია, ამ ამბებს გარეთ არავინ აღარ გამოიტანს. და თუ გაუქმდება თავისუფალი მედია, თუ ისინი შეძლებენ ჩვენს მოგუდვას, რაც აქვთ მათ გადაწყვეტილი, აბა დაფიქრდეს საზოგადოება, უკეთესად იცხოვრებენ ისინი, რასაც ეს პროპაგანდა ეუბნება მათ, გამოუმჯობესდებათ, გამოუსწორდებათ ის მდგომარეობა, მართლა სჯერათ ამის, რა თქმა უნდა, არა. კარგად და მშვიდად და კომფორტულად იქნებიან მხოლოდ ის ადამიანები, ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც შექმნეს ეს უბედური მდგომარეობა ამ ქვეყანაში. მე მზია ამაღლობელის აი იმ დაპატიმრებას, იმ მომენტს განვიხილავ ერთ დიდ კონტექსტში. ეს არ იყო ის ქმედება მარტო, რომ რასაც აი რაღაცა პროპაგანდისტული მედია ატრიალებდა, მე რომ სილა შემოულაწუნა თურმე ვიღაც პოლიციას. ამას წინ უძღოდა იმდენად ცუდი და რთული მდგომარეობა, რასაც ქვია სახელმწიფოს მიერ ყველა ინსტიტუციის მიწაცება. ხახნო, პოლიციაც, პროკურატურაც, სასამართლოც გავიდა აბსოლუტურად სამართლებრივი ჩარჩოებიდან. და როდესაც ის თვითონ ძალადობს, როცა აფურთხებს, როცა შეურაცხყოფას ფიზიკურს თუ სიტყვებს აყენებს ადამიანებს და მათ შორის მედიას, ამის ატანა არის ურთულესი. და ჩვენ ვართ ადამიანები, ხო, ჩვენ ვართ სისხლი, ხორცი, ემოციები, ხომ არ რობოტები, ხომ არ ვართ. რაღაც მომენტში აი ამდენი უარყოფითი ნეგატიური ემოცია სადღაც გამოსავალს პოულობს მე. რა თქმა უნდა, ეს გამოიყენა სწორედ იმიტომ და მგონია რომ მიზანმიმართულად რომ სწორედ ამ აფექტის ნიადაგზე ქონდა და შემდეგ საფუძველი რომ დაეკავებინა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით რომ ეს არის უსამართლო. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით რომ ეს არის დაკავების აღმოხობილი დაკავებულია იმიტომ რომ იყოს მესიჯი თავისუფალი მედიისთვის, რომ თუ არ გაჩერდება, თუ არ შეაჩერებს თავის საქმიანობას, მასაც შეხვდება ასეთი პრობლემები. კანონი, რომელზეც აი აქ ისაუბრეს მეგობრები, ესეც არის იმისთვის, რა ხდება? ჩვენ რა მართლა უცხო ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებოდით, როცა ადამიანებს მიწები ქონდა დასაკანონებელი და ვერ აღწევდნენ სამართალს და აგერ გამჭვირვალობა საქართველოს რამდენს დაეხმარა, რამდენს საია დაეხმარა, რამდენს მედია გარბოდა 24 საათიან რეჟიმში, როცა უჭირდათ. ეს ადამიანები ამბობენ ახლა, რომ ჩვენ მტრები ვართ ამ ქვეყნის და ჩვენ სხვის ინტერესებს ვემსახურებოდით და ამიტომ უნდა გავჩერდეთ. აბა ნახავთ ახლა, როცა თუ ისინი ამას მიაღწევენ და მე იმედი მაქვს რომ ვერ მიაღწევენ, აი ვინ უნდა დაუდგეს ადამიანებს გვერდით? მარტივად, აი ძალიან გლეხურად ვიტყვი, ესე როცა ამბობენ, ხო? მარტივად ახსნით ის ადამიანები, რომლებიც გაჩუმებული არიან ახლა, იმიტომ რომ სადღაც მუშაობენ და რაღაც ბენეფიტები აქვს. აი მათი შვილები არიან ხა გარანტირებულად მშვიდად, რომ თუ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდება, მათ შვილებს ეს არ შეეხება. მე არ ვიცი, ამაზე ყველამ უნდა გასცეს თვითონ პასუხი, არავის არაფერს არ ვასწავლი და არ მოუწოდებ. უბრალოდ დაფიქრდნენ ადამიანები, რას ნიშნავს თავისუფალი მედიის თანადგომა. ნიშნავს, რომ საკუთარ თავს, საკუთარ მომავალს, საკუთარ ქვეყანას უდგახარ გვერდით და ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას. სულ ეს იყო რის თქმაც ვიდეო.